არის დაკავშირებული ეს დღე და რა ემოციები მოდის ხოლმე? არის მის ხმარი კარგად რა უყოთ. კი ბატონო. საეთეროდან იქნებ რაღაცნაირად მივაწვდინოთ ხმა ქალბატონ ქეთი. ეხლა ისმის საერთოდ კარგად. ქალბატონო ქეთი. რას ნიშნავს თქვენთვის აგვისტოს ეს დღეები ყოველ წელს? ჩემთვის აგვისტოს ეს დღეები არის ძალიან წარმოსაგონებელი. მე არ შემიძლია ამის გადატანა. ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე და არც ვარ კარგად. ერთადერთი შვილი მყავდა და ამ აგვისტოს ომის დროს შეეჭირა სამშობლოს. ომის დღეები თუ შეგიძლიათ ქალბატონო ქეთევან გაიხსენოთ, აი როდის წავიდა ოთარი იმ დროს ომში, ვიცით რომ ზოგადად გაგეპარათ, როდესაც ჯარში სამსახური გადაწყვიტა. 2008 წლის აგვისტოს ეს დღეები რომ გაიხსენოთ. 6 აგვისტოს გავიდა სახლიდან, 7-ში დაგველაპარაკა და 8-ში უკვე გაწყდა ხმა. საერთოდ ტელეფონი აღარ ისმინებოდა. აღარ ვიკავშირდებოდა. ძალიან წარია ეს აგვისტოს თვე ჩემთვის. ძალიან უბედური დედა ვარ და უფრო იმიტომ რომ ჩემი შვილი საფლავი არ ამაქვს. უბზოლკლოდ დაკარგულია და ძალიან ძნელია დედისთვის რომ არ იცის დედამ შვილი ცოცხალე ყავს თუ მკვდარი არ იცის საწავიდეს სადიტიროს მოხატგვერდში კი მაქვს საფლავი გახსნილი ცარიელა საფლავი და იქ მივდივარ ჩემი შვილის სანახავად და იქ ვტირივა და იქ მოვიოხებ ხოლმე გულსა თუ რა ცოტა შვებას ვიგნებ ხოლმე მოხატგვერდში რომ მივდივარ. თუმცა მცდელობას არ აკლებდით. მე რამდენადაც ვიცი, თომას ჰამერბერგს შეხვდით არა ერთხელ. ანუ რაიმე ცნობები მაინც მე არის მის ხმა შეკითხვებს ვერ ვიგებ. კი ბატონო, ქალბატონო ქეთი, შევეცდებით რომ რაღაცნაირად მოგაწვდინოთ ხმა, საეთეროს თხოვრო, არ ვიცი, სრული მობილიზაცია, სრული ძალის ხმევა, რომ რაღაცნაირად გავაგებინოთ ქალბატონ ქეთევანს. ქალბატონ ქეთი, როდესაც გაიგებთ ჩემ ხმას, მითხარით რა, რომ ჩამოვაყალიბო შეკითხვა. არის და ცოტა ყურთმაყრია და იმიტომ არ მეყურება შვილი. ჰამერბერგს შეხვდით თქვენ, ეს რომ გაიხსენოთ, თქვენი შვილი უფრო კარგად მესმოდა ხმა იდე ახლა აღარ. კარგი. ჰამერბერგს რომ შეხვდით, იქნებ ეს ეპიზოდი გაიხსენოთ, ანუ რაიმე ცნობები თქვენი შვილის შესახებ ამ 18 წლის განმავლობაში მოიპოვეთ? არა, ჩემი შვილის ჰამერბერგი იძიებდა ცხინვალში. 1-4 ჯერ ვარ ჰამერბერგს შეხვედრილი თბილისში. ცხინვალშიც შევხვდი შესასვლელში ველოდებოდი და არაფერი არ მითხრეს. უთქვიათ რომ ტანკი ავაფეთქეთ და შიგმყოფი სამხედროები დავხოცეთო. ჩემშვილზეც რომელაშვილი და ბირთველიშვილი ერთად იყვნენ და თქვენს რომ დავხოცეთო. სხვა არაფერი არ ვიცი შვილო, რა ვიცი. რა სიტყოდით აი ომიდან 18 წლის შემდეგ ალბათ ომი იარებს არაშუშებს მიუხედავად იმისა რომ დრო გადის და დროს თავისი წესრიგი აქვს. გავიდა შვილო და ჩემთვის უფრო მტკივნეულია. ეგერთი შვილი მყავდა და შვილები კი მყავს, მაგრამ ისინი ქალაქში ცხოვრობენ და მარტო მე და ჩემი მეუღლე მარტო ცხოვრობთ სოფელში. ძალიან ვარ დაავადებული, გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ისედაც დიაბეტიანი ვარ. აი
სიკვდილი მირჩევნია ჩემს ცოცხლესა, რომ მე დედა მოესწრო შვილის სიმწარეს. ძალიან ძნელია. აი ეს 18 წელი, აი რო იყვიან ცოცხალი მკვდარი დავიარები რა. არაფერი არ მიხარია, არაფერი ერთი თუ ბავშვები მოვლე შვილიშვილები და იმათ დავინახავ, ეგ მიხარია. თუ არა და რა. ეხლა რო ხანში შევედი და უფრო დავამყოფდით, ეხლა უფრო მინდა ჩემი შვილი და უფრო ძალიან ამტკივა გული. უფრო ძალიან ცუდად ავარ და სიკვდილსა ვნატყუვლობ, რომ ნეტა მოვკვდე. რო ჩემი შვილი იქ ვიპოვო იმ ქვეყანაში. და ძალიან ძნელია, ძალიან, აი არ ვიცი. ქალბატონო კეთი, მე როგორც ვიცი, ზოგადად აი ამ ტანკის, ხო? ტანკი ნომერი 406. ამ ტანკის ფრაგმენტებიც არ არის ნაპოვნი. თუმცა თუ არ ვცდები, თუ სწორად მახსოვს, იქნებ ესეც დაგვიზუსტოთ. ერთადერთი რაც იყო ნაპოვნი, იყო ასე ვთქვათ, წარწერა თქვენი შვილის სამხედრო ფორმაზე, მისი გვარის აღმნიშნელი. არ მიუდგა. ტანკს ხო თავისი ნომრები აქვს ნაწილებსა და ნომრები არ მიუდგა და ეჭობენ რომ არ ვიცი. არ იციან ზუსტად. არ მეუბნებიან უფრო სწორად. თორე მათ კი იციან. და ფორმის ფრაგმენტი მაინც, რაღაცა მაინც თუ ასე ვთქვათ, იქნა აღმოჩენილი თქვენი შვილის. ეს არის თუ არა სიმართლე, რომ აი მხოლოდ გვარის აღმნიშნელი წარწერა სამხედრო ფორმაზე? ხო, კი ჰამერბერგმა მითხრა ეგ, რომ შევეკითხეთო ქალი ადგილი საცა გვაჩვენესო, რომ ეს ტანკი იყო და ესა და ერთი ოსის ქალიში გამოვიდაო სახლიდანო და სუხიტაში წარწერა ზადრო უყრიათ ხოლმე ფორმაზე ის წარწერა თქვენს რომ ერთი ეს ვიპოვნეთო სხვა ვერაფერი რო ააფეთქეთ ეს ეგდო ძირსაო სხვა არაფერი არ უყოვნია სუხიტაშვილი ოთარი ეწერაო სხვა არაფერი არ ვიცი კი ბატონო დავეშურები რადგან რაღაცნაირად ვახერხებთ რომ მოისმინოთ შეკითხვები მინდოდა წეღან მეკითხა მაგრამ უბრალოდ გამოვტოვე რატომ გადაწყვიტა ოთარ სუხიტაშვილმა სამხედრო სამსახური და რატომ მაინც და მაინც ტანკისტობა სამხედრო აი ვერ გავიგე შეკითხვა რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ასე ვთქვათ ტანკისტობა და რამდენადაც ვიცი გაიპარაო ძალიან უყვარდა სამშობლო. ეგერთი შვილი ყავდა და არ მიყავდათ ჯარში და გაიპარა ჩუმად წავიდა ჩემი ბიჭი. და 8 წელი იყო სამხედროში. მაგრამ უყვარდა ძალიან სამშობლო და აი არ ვიცი. ჩემ სამშობლოს პირველი ტანკი მაგითი წავიდა რომ მე ვიციო ჩემი სამშობლო მე უნდა დავიცავ და მაგათი ტანკი პირველი შევიდა ცხინვალში. ქალბატონო